რამდენ დღეში შეიძლება ყალიბების მოხსნა? ეს კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მშენებლობაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბეტონი სწრაფად მყარდება, მაგრამ სიმტკიცეს ეტაპობრივად იკრებს და ამიტომ ყალიბების მოხსნის დრო დამოკიდებულია კონსტრუქციის ტიპზე, ტემპერატურაზე, მალების სიგრძესა და ბეტონის მარკაზე. დაახლოებით 20 გრადუსიან ტემპერატურის პირობებში კედლებისა და სვეტების გვერდითი ყალიბები შეიძლება მოიხსნას 1-დან 3 დღეში. კოჭების გვერდითი ყალიბები 3-დან 7 დღეში. ფილის ქვეშ არსებული საყრდენი, როგორც წესი, მინიმუმ 14 დღე უნდა გავაჩეროთ. დიდი მალების შემთხვევაში საყრდენების დატოვება შესაძლოა 21-დან 28 დღემდეც და ეს აუცილებელიც გახდეს. შედარებისთვის ბეტონი დაახლოებით 7 დღეში აღწევს საპროექტო სიმტკიცის 70%, ხოლო სრულ საპროექტო სიმტკიცეს დაახლოებით 28 დღეში. ამიტომ ყალიბების მოხსნის გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ მხოლოდ ვიზუალური შეფასებით. ნაადრევად მოხსნილმა საყრდენმა შეიძლება გამოიწვიოს ჩაზნექვა ან ბზარები, რომელიც კონსტრუქციას მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში დარჩება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ საუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით. რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და გამოგიგზავნით ჩვენი პროექტის ღირებულება.